საერთო ჯამში სტატისტიკა ჩვენ ესეთი გვაქვს 1400 დაახლოებით კორესპონდენცია იყო, 600-ზე მეტი საჩივარი განცხადება შემოვიდა, სადაც მომხმარებლებმა უშუალოდ კონკრეტული ინდივიდუალური სახის პრობლემები დააყენეს. 154 იყო ეგრეთ წოდებული საუხმო ჩანაწერი, სადაც მომხმარებლებმა სხვადასხვა ტიპის პრობლემები სოციალური ქსელის, ტელეფონის, ელექტრონული პოსტის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე დაგვიტოვეს და ესენი ძირითადად იყო კოლექტიური განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით. ეხებოდა სოფლის, უბნის, კორპუსის პრობლემებს სამივე მიმართულებით სხვათა შორის და 600-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით. ეს არის რეკომენდაცია მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი სამსახურის მიერ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების საფუძველზე დადებული, ესე ვთქვათ, მიმართვა კომპანიისადმი, სადაც ჩვენ კონკრეტული დარღვევა დავინახეთ და მოუწოდეთ კომპანიას გარკვეული ქმედებების განხორციელებისაკენ და 200,000 ლარამდე არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოვწერეს, როდესაც მომხმარებელი თვლის, რომ მას დაერიცხა ზედმეტი გადასახადი. მას აქვს რამდენიმე შესაძლებლობა ჩვენთან მომართვის. ერთი ეს არის, რომ რა თქმა უნდა, უშუალოდ ინდივიდუალურად მოვიდეს ჩვენთან ოფისში დაწეროს განცხადება, თუმცა სატელეფონო შეტყობინებით საფუძველზეც ჩვენ ვიწყებთ წარმოებას. საერთო ჯამში ლიდერი ალბათ მაინც ელექტროენერგეტიკის სექტორი რჩება მომართვიანობის მხრივ, შემდეგ მოდის უკვე წყალმომარაგება და ბოლოს არის ბუნებრივი გაზის სექტორი.